25 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე ქართულ-ევროპული ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორიის გაცნობა დაინტერესებულ პირებს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შეეძლოთ. ქართულ-ევროპული ურთიერთობების ამსახველი გამოფენის ნახვის საშუალება უკვე ჰქონდათ ბათუმელ, ფოთელ და ზუგდიდელ დამთვალიერებლებს. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში იმ დროს მივედით, როდესაც ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა თენგო მოდუმ და ლევან პაპალაშვილმა ექსპოზიციები საგამოფენო სივრცედ ქცეულ სამკითხველო დარბაზში განათავსეს. გასაუბრება ორივე კოლეგასთან ცადეთ, მაგრამ მხოლოდ ლევანი დაგვთანხმდა. ეს არის გამოფენის გაწყობა. უკვე მეოთხე გამოფენა გავაწყე. ამ პროექტის ფარგლებში ქუთაისში ვარ. გამოფენა შეიცავს 9 ბლოკს, მათ შორის ლიტერატურა, სიყვარულის ისტორია, სამხედრო საქმე და ასე შემდეგ. შევეცადეთ მაქსიმალურად ესეთი განლაგება მიგვეცა ექსპონენტებისთვის, რომ დამთვალიერებელისთვის მოსახერხებელი იყოს მაქსიმალურად გამოფენის აღქმა. ახლა წამოვიწყდით გაჩვენებთ, სად მოვათავსებთ მაგალითად ლიტერატურის ბლოკს უნდა გავაკეთებინოთ, თუ არა ილიას მინდა მადლობა უთხრა ჩემს კოლეგას თენგოს ექსპოზიციის მოწყობაში თანამშრომლობისთვის. რამდენიმე წუთში პირველი დამთვალიერებლებიც მობრძანდნენ. ზოგიერთ მათგანს გავუშინაურდით და პირველი შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ. როცა გამოფენაზე ყოველთვის უკვე ციკლია და გრძელდება და განვითარებს ეროვნული ბიბლიოთეკა, უკვე მეორეთა ვარ ამ ტიპის გამოფენაზე და მართლა ძალიან ყვავილები ვარ ყოველთვის სასიამოვნო გარდა იმისა, რომ ახალ გამოფენას ხედავ, ყოველთვის რაღაც ახალ ინფორმაციას იღებ ამ გამოფენებით და ეს მართლა ძალიან სასარგებლოა ალბათ ნებისმიერ დამთვალიერებელს. და ყველაფერი ამას კიდე თან ახლავს ლექციების ციკლი, რომელიც თან ისეთი ადამიანები კითხულობენ ამ ლექციებს, რომ ნებისმიერ აუდიტორიაში სასიამოვნოა მათი მოსმენა და უმეტეს როცა ჩამოდიან, თან ჩამოაქვს გამოფენები და თვალსაჩინო ხდება ის, რაზეც ადამიანები ლაპარაკობენ სალექციო დროში. ცხინვალე ჩანაფიქრია და მნიშვნელოვანი ღონისძიება, მით უმეტეს ქუთაისისთვის, საქართველოს რეგიონებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი კულტურა ცოტათი ცენტრალიზებულია და ნაკლებად ხდება კოორდინაცია კავშირი რეგიონებს შორის. მით უმეტეს ამ საკითხზე, რასაც იდენტობა ქვია, რასაც ევროპული კულტურის დამოკიდებულება ევროპული კულტურისადმი ქართული კულტურისა. ქუთაისს აქ განსაკუთრებული როლი აქვს და მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. და მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში, სადაც ეს იდენტობები, სადაც პრობლემურია და სადაც თავიდან გაანალიზებას, თავიდან ჩაფიქრებას საჭიროებს. შეიძლება ნაკლებად საინტერესოა ერთი პატარა ქალაქის და პატარა კუთხის დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი, მაგრამ მეორე მხრივ ხშირად ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წერტილი შეიძლება აღმოჩნდეს იქ, სადაც ყველაზე უფრო გაურკვეველი და ყველაზე უფრო ბუნდოვანია ეს საკითხი. და ეს ყოველთვის იყო საქართველოში ევროპული კულტურისადმი მიდრეკილი და შუაგზაზე ევროპულ და აღმოსავლურ კულტურას შორის ეს როლი მან ბევრჯერ ითამაშა. დღეს ყოველ შემთხვევაში ჩვენ მის ისტორიაში, მის წარსულში შეიძლება რაღაცები აღმოვაჩინოთ, რაც ამ მხრივ საინტერესოა და კიდევ შეიძლება ჩვენ თავში მოვიძიოთ ეს გზები, რაც თუნდაც ევროპული კულტურისადმი ჩვენს მიდრეკილებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდეს. მადლობა ორგანიზატორებს ამ ღონისძიებისა და ეს არ არის ერთი აქტი, რასაკვირველია და ეს ღონისძიება იმედია დარჩება ფიქრის და განცდის საგნად ჩვენთვის და ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ფიქრს ევროპულ კულტურას.
17 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ დამსწრე საზოგადოებას ღონისძიების სალექციო ნაწილის დაწყება აცნობა. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა მიერ წაკითხულმა ლექციებმა მსმენელის მოწონება დაიმსახურა. მაყურებელი არც ჯეოლიპტივის მიერ მომზადებულმა სიუჟეტებმა დატოვეს გულგრილი. ღონისძიების საერთო შეფასება ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის რამდენიმე თანამშრომელს ვთხოვეთ. დღეს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა გამოფენა საქართველო და ევროპა. გამოფენამ ძალიან საინტერესო ჩაიარა. მოვიდა ქუთაისელი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. გარდა იმისა, რომ იყო გამოფენას თან სდევდა თემატური მოხსენებები. მოხსენებები იყო ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო. კარგად იქნა წარმოჩენილი საქართველოს და ქართული და ევროპული ურთიერთობები, როგორ არის წარმოდგენილი საქართველო ევროპულ ხელოვნებაში, ევროპულ წერლობაში, ევროპულ პრესაში და საერთოდ ევროპულ კულტურულ სივრცეში. ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თბილისელ კოლეგებს, რომ მოგცეს საშუალება ყოფილიყავით გამოფენის თანაორგანიზატორები. ჩვენი და ეროვნული ბიბლიოთეკის ურთიერთობები, კოლეგიალური ურთიერთობები ზოგადად ძალიან დადებითად და კარგად აისახება ჩვენს დამოკიდებულებაში, იმ თვალსაზრისით, რომ ესეთი გაცვლა-გამოცვლა ღონისძიებებისა ძალიან აცოცხლებს საბიბლიოთეკო ცხოვრებას. პირველად არ არიან ჩვენთან სტუმრად თბილისელი კოლეგები, შარშანაც მსგავსი ტიპის გამოფენა და ღონისძიება იყო ჩვენთან ჩამოტანილი და ქუთაისელი საზოგადოება როგორც წელს, ასევე შარშან ძალიან კმაყოფილი დარჩა ამ ღონისძიებას. ღონისძიება, რომელიც დღეს ჩვენთან ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა, იყო ძალიან საინტერესო. ეს ღონისძიება რამდენიმე უბრალოდ თემაში იყო. განსაკუთრებით პირადად ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა მოდასთან დაკავშირებული ის ტენდენციები, რომელიც იმ პერიოდის საქართველოსა და ევროპაში იყო დამკვიდრებული. და ის რომ მოეწონა ღონისძიება მაგალითად უფროს თაობას, ჩემ თაობას, ჩემზე უფროს, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენთან სტუმრად მოსული სტუდენტები და მოსწავლეები დარჩნენ ძალიან აღფრთოვანებულები. მაგალითი არის ეს პატარა ბიჭუნა, რომელიც ამ წუთში აქ ჩვენთან არის, დარჩი მესამე სკოლის მოსწავლე, რომელიც აღფრთოვანებული იყო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით იმ გამოფენით, რომელსაც თქვენ აქ კადრში ხედავთ. საკუთარი აზრის გამოთქმას გამოფენის არც ყველაზე პატარა დამთვალიერებელი დაგზარდა. მე ვარ დაჩი კობახიძე, მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე, მეხუთე კლასი. მე მომეწონა არქიტექტურა და ცოტა ლიტერატურაც.